მოგესალმებით, სვენელებო და მაყურებლებო. მაიკ სალას შოუზე ყავს ისევ ორი გჯერზე მე ავსუმართან ერთად ვიდეო გადავთარგმნე პირველი ნაწილი. მაქვს მეორე ნაწილი გადათარგმნილი დაწერილი. როდესაც ინტერნეტი არ მქონდა, მაშინ გადმოვწერე ვიდეო და იქიდან ნაწილი გავაკეთე რვეულში. და ახლა გთავაზობთ ცალკე ვიდეოს ავსუმართან, რომელიც საუბრობს ტრამპთან და გალაქტიკურ ფედერაციაზე და იმაზე თუ ისინი როგორ ცდილობენ ამერიკაში შექმნან უცხო პლანეტარული ტექნოლოგიების ცენტრი. ესე ამერიკა გადააქციონ უცხო პლანეტარული ტექნოლოგიების ცენტრად. ხო, და ამ სტუმარს ქვია ჯორჯ კავასილასი. ეს პიროვნება ყოფოდა თავის მოკლე ბიოგრაფიას და რომელიღაც არაბული ქვეყნიდანაა. გამოქცეული არიან მისი მშობლები, რომელიღაც არაბულ ქვეყნიდან ჯერ იყვნენ, ცხოვრობდნენ რაღაც პერიოდი საბერძნეთში და იქიდან შემდეგ გადავიდნენ ავსტრალიაში. და ამათაც ჰქონიათ რაღაც გენები, ვიღაცის მაღალ ენერგეტიკული გენები და ის ყოფილა შთამომავლობა დიდი ბაბუის შთამომავალი ორივე მხრიდან დედის და მამის დიდი ბაბუები მსახურობდნენ თურმე კონსტანტინეს კართან პირველ ღდლებად პერვასიაშენიგი. ეს როდესაც ახალი დაკანონებული იყო ქრისტიანობა. ხო, და ადრინდელ ქრისტიანობასთან ახალდელ ქრისტიანობას არანაირი კავშირი არანაირი ნიშანი არა იმისა, რომ ახალდელი ქრისტიანობა გავდეს ადრინდელ ქრისტიანობას. კარგით, მოდით დავიწყოთ. მაიკ სალა მოესალმება ჯორჯ კავასილიანს თავის პროგრამაზე და ამ პროგრამის თემა ეგზოპოლიტიკა. მაიკ სალა ეუბნება ჯორჯის, რომ ბევრი ხალხი მიკავშირდებაო და მეუბნებიანო, რომ აქვენო პრობლემები ჯანმრთელობასთან და ბევრი ფსიქიკური შეტევებიც აქვენო. გონიო არის არსებობსო რაღაც ნეგატიური ენერგია თუ რაღაც, რომელიც ადამიანებს უგზავნისო ნეგატიურ აზრებს. კი, არის ასეთი ტექნოლოგიები, სპეციალურ ტალღებს ქმნიან, რომელიც ადამიანში იწვევს შიშებს, ხელვარებას, დაძაბულობას. არის ასეთი ტექნოლოგიები და მოქმედებს ადამიანების აზროვნებაზე. და ხალხს ძალიან უჭირსო ამასთან გამკლავება. და რა ხდებაო? ჯორჯ კავასილასი პასუხობს, რომ ბევრი რამ ხდებაო. ერთი მესიჯი, რომელიც მე მივიღეო დედა სოფიასგან, რასაც მე ვუძახი ქალურ პლანეტას, სადაც ჩვენ ცხოვრობთ და ვცდილობთ ამ გონებასთან შევიდეთ კავშირში, ჩვენი გონებით, ჩვენი ცნობიერებით და ეს დედა სოფიაო ამ დედა სოფიამო გამიზიარო ერთი რაღაცა იმ პროცესებისგან, რომელშიც მონაწილეობთ ჩვენ. რაც მისცემს ადამიანებს, რაც აძლევს ადამიანებს შესაძლებლობას თავის თავში ჩაიხედონო თავის თავში, თავის სარკეში. და ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა ჩაიხედოსო თავის თავში, ნახოსო თავისი ძლიერი მხრებით,
სუსტი მხარეებიც რაც გააჩნიაო და ის რაც ჩვენ გადმოგვეცაო პროგრამებით თელ სამყაროში არის ცნობილი, როდესაც პლანეტარული სისტემა დაცრულდებაო, უпростоრად დაცრულებისკენ მიდისო, გადადის მეტაფორული სიფტილის პროცესში, შემდეგ ისევ თავიდან იბადებაო. ვინც ამ ბოლო დღეებში თავის თავში არ იხედებაო, ის ჭკუაზე გადადისო. და ამ ადამიანების უჭკუობა, სიგიჟე ვლინდებაო გარეთ, ჟურნალისტო გარეთ. ჩვენ ახლა ვაკორდებითო ძველი წყობის ფსიქოს, რომელიც ინგრევაო. იგივე გვემართებაო ჩვენ, როგორც პიროვნებებს. თუ ჩვენ ვარს ვამბობთო სარკეში ჩახედვისგან. ჩვენ გადავალთ ჭკუაზე და ეს იქნება ჩვენი საკუთარი უჭკუობა, რომელიც შეუერთდება კოლექტიურ უჭკუობას, კოლექტიურ სიგიჟეს. ეს იქნება ორმაგი დარტყმა და ჯორჯ კვასილიანი ამბობს, მე გირჩევთო, გაეთიშოთო ყველაფერს, გახვიდეთო ბუნებაზე. მაიკ სალა ამბობს, რომ ზუსტად მასე გამოვიდაო. ჯორჯ კვასილიანი ეუბნება მაიკ სალას, რომ ის ფარდა, რომელიც ჩვენ და სხვა სამყაროსთან გვანაწილ ყოფს, მაპატიეთ, შეთხელდებაო და ჩვენ დავიწყებთო ყველაფრის ხედვას, უცხოპლანეტელების ნახვას შევძლებთო. კრიპტოტერანები ხშირად გამოჩნდებიანო ჩვენ აზროვნებაში, ჩვენ ფიქრებში, ჩვენ ცნობიერებაში. მაიკ სალა ამბობს, რომ ახლა ხალხი ამჩნევსო ხელმწრელებს. ახლა მე აგიხსნით, თუ რას ნიშნავს ხელმწრელი იმათვის, ვინც არ არის ამაში გარკვეული. არასდროს გაუგონიათ. ალბათ ვინც სოფლებში ცხოვრობს, ამჩნევთ მასეთ რაღაცას, მაგალითად თუ ერთი პერიოდი ხარობდა ბადრიჯანი, დაბალი ლობიო, ან კიდევ სხვა რაღაც სცენარები, რომელსაც ჩვენ თესავ დგავთ, ბოლო წლებში არ ხარობს. წითდება, რადიაციული რაღაც ნიშნები აქვს, გვხვდება, ხო? ხო, ამასაც ვამჩნევთ ჩვენ ყველანი. თუ ვინც არის ბოსნის დამუშავებით დაკავებული, ბოსნის მოყვანით უпростоრად დაკავებული და ხელმწრელები ეს არის ქიმიური ნივთიერებების ნაერთების, აგრეთვე ზოგჯერ ნანო ნაწილაკებსაც ურევენ, ალუმინის ნაწილაკებს, რაღაც ოქსიდ ალუმინია, კიდევ რაღაც აქსიდები, ამას ყველაფერს ურევენ ერთმანეთში და ციდან გვაყრიან ჩვენ. საბჭოთა კავშირის დროს სულ იყო შეწამლები ციტრუსების, თხილნარების და ასე შემდეგ, ხო? და არა გამორიცხული, რომ ამ ვითომ შეწამლის ქუდის ქვეშ არ ჩამოვერყათ ჩვენთვის აი ეს ყველაფერი, რაც თქვენ მე ახლა ჩამოგითვალეთ. მე ამას ვერ გავიმეორებ, საერთოდ თვითონ ეს სიტყვა kill რო იწყება, ბოლომდე არ ვიტყვი, ხანდახან YouTube მოკავს. ვერც იმ დაავადების დასახელებას ვიტყვი, რაც გადავიტანეთ 20 წელს. ხო, 20 წელს, 2020 წელს. და
მე თვითონ გავხდი იმისი მოწმე, რომ რაღაც დაგვაყარეს თავზე. მაშინ ვიყავი აფხაზეთში და მაღაზიაში მივდიოდი ბაზრიდან. რაღაცები ვიყიდე და წავსულიყავი სოფელში. და ზევიდან და ცივა ჩამოწვიდა უფრო სწორად. საერთოდ კი არის ესეთი შემთხვევები, როდესაც დაუშვათ საკუთარი სახლი გავს და ანთებ ცეცხლს, ხო და მეგრულად იტყვიან ჭვარტლიო რაღაც იმ რაც იწვება შეშის სიფრიფანა იხო ესეთი ნაწილაკები კი დაფრინავს ჰაერში, კი დაფრინავს, მაგრამ მე ტრასაზე ვიდექი, ტროტუარზე უფრო სწორად, ბინების წინ. გვერდით ადმინისტრაციის შენობაა. დღევანდელ დღეს ფეჩს არავინ არ ანთებს, შეშის ფეჩს. არავინ ანთებს, იმიტომ რომ ყველგან არის დაყენებული ელექტროფეჩები. ხმარობს ყველა ელექტროფეჩებს. არ არის ის დრო, უშუქობის დრო, იმ დროს არ იყო იმ მომენტში. შუქი იყო 24 საათი, კი, ხანდახან გრაფიკით იძლეოდნენ. იმისგან განსხვავებით, რომ ახლა ბოლო ეს თვეები აფხაზეთში ჭირდა შუქი. რაღაცა ჩამოცვინდა ამდაგვარი ფერფლივით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მე ვიცოდი, რომ ფეჩი არავის არ ეყენა, მაშინ ხომ მილები იქნებოდა ყველგან გამოსული. თან არ იყო ამის საჭიროება, რომ ვიღაცას ფეჩი დაეყენებინა. იმიტომ რომ ბინებში ხალხს უკიდია სარეცხები გარეთ, ხო? კი, ზამთარი იყო. ციოდა. ზამთრის პერიოდი იყო. და ეს ფერფლი, რადგან ორივე ხელი დაკავებული მქონდა, თან აქეთ წელი მაწუხებდა, ჭედავდა. მაშინ ჯოხით არ დავდიოდი მე, იმიტომ რომ მაგრამ ძალიან მიჭირდა სიარული, როდესაც გადავიხლებოდი. გაჭედილი მეჯბარტახის რაიონში ისე თითკივილები მქონდა, ვიგზენი ხო არა შემაჩნია, რომ ცვივა ეს ფანტელები, ნაცრისფერი ფანტელები. თვალებში ჩამეყარა. შევედი მაღაზიაში, მე თან დამქონდა, სადაც წავიდოდი, თან დამაქვს, სადაც მივდივარ, თან დამაქვს თვალის ჭრეთები, ყოველი შემთხვევისთვის, რომ გამოვირჩხო თვალი, თუ ამ წამწამი შეეხო და გამიხსიან და ან რამე ჩამიცვინდა, ან წვერი, ქალმა წვერი შემაყარა თვალებში. ყოველი შემთხვევისთვის. წევის სამალი, კარტოფილი და თვალის ჭრეთები ყოველთვის თან მაქვს და დიაბეტის სამალი, თეთრი, სიოფორი. რადა ამარილს დილავსვამ, დილაობი და სიოფორი უნდა დალივა შუადღეს და საღამოს. ან ერთხელ დღეში. მე სვამ ორჯერ. და მე ხელად დავეჭვდი იმას, რაც იყო ეს, არ გამიმეორებ. იმიტომ რომ სხვა ვარიანტები გამორიცხული იყო უბრალოდ. და მე კი ამის შესახებ ყურში ვიყავი, რადგან ინტერნეტში ხშირად ხდებოდა ეს ამბები. და ყვებოდა ინსაიდერები, კონტაქტორები და საერთოდ ბევრი როგორც ასტრალიონიკა არხი 50-20 და უკან და საერთოდ ბევრი გრანი ვიჩნის მირასალიანსით ბევრი ყვებოდა ამაზე და ეს დადნა ხელათვე. დადნა ჩემ თვალებში. ასე გავხდი მე მოწმე მაგ ამბისა. არ გამიმეორებ. ხო და მაგას ხომ ახლა მაიქსალა რომ ისევ ხალხი არისო მაგის მოწმე, რომ ეს ამბები ისევ გახშირდაო, რადგან სიხმსეული თავრობას მეტი არაფერი რჩება და აკეთებს ყველაფერს
რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება. დედამიწას ქვეყნებს ხომ თავიანთი პრეზიდენტები არ მართავენ. სინამდვილეში მართავდა, ახლა უკვე ცოტა დრო დარჩა, მაგრამ ადრე მართავდა ეს სეხმსეული სახელმწიფო, ანუ კაბალა. თქვენ რა გონიათ? იცით რომ 1% შემოსავლიდან, იმ გადასახადებიდან, რასაც იხდის მოსახლეობა, იცით რომ 1% მიდის ამ ჩრდილოვანი, მიდიოდა უფრო სწორად, ახლა არ ვიცი როგორა, ამ ჩრდილოვანი სახელმწიფოს სარჩენად. და ყველა ქვეყნები ხა მოსახლეობას რატომ იტყვიან, ბევრ რამეს არ ეუბნებიან მოსახლეობას, ბევრ რამეს. ხალხო, გამოიღვიძეთ ხალხო, დროა. აიხედეთ ზოგჯერ ცისკენ, ზოგჯერ განმარტოვდით და თქვენ თავს კითხეთ. თქვენ თავს დაუსვით კითხვები და სცადეთ პასუხები მოიპოვოთ. ხალხო, დღეს ხვალ ნებისმიერ დროს შეიძლება უცებ შეიცვალოს ყველაფერი. ყველაფერი მისათა იმისთვის, რომ ჩვენ ახალი პერიოდი დავიწყოთ ჩვენი მომავალი ცხოვრებისა, მაგრამ ეს თქვენც უნდა გიდოდეთ ცვლილება. თქვენ, რომლებიც მიჯაჭვული ხართ დივანს, ტელევიზორს და თბილ ჩუსტებს და არ გინდათ კომფორტი დაირღვიოთ, თქვენ ისედაც დაგერღვევათ კომფორტი. გინდათ თქვენ ეს, არ გინდათ, ყველას დაგერღვევათ კომფორტი. ყველას დაგვეღვევა, მარტო თქვენ კი არა, ყველას. და ამბობთ, რომ თქვენ რა შეგიძლიათ შეცვალოთ და თქვენ ისი გაკეთება შეგიძლიათ, თქვენ მაინც ვერაფერს ვერ შეცვლით. ზოგი იტყვის ამას. რა შევცვლი მე? შეცვლით. თქვენი ცხოვრების წესით შეცვლით, თქვენ შეცვლით სამყაროსაც, თქვენ შეცვლით თქვენ მომავალსაც. კი, სანამ ჩვენ ვართ ჩვენ მატერიალურ სხეულებში, ჩვენ ყველაფერი გვჭირდება, მაგრამ დაციკრდებით ქონებაზე, მანქანაზე, ფულზე, ეს ყველაფერი საჭიროა, მაგრამ იმ დონემდე, სანამ ძალიან არ მიეჯაჭვებით. მიატოვეთ შიშებით ცხოვრება, ხალხო. იცით რა? ჩვენ გვეშინია სიახლის. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ყველას გვაქვს რაცხა შიშები. მაგრამ ჩვენ უნდათ ვიყოთ მზად ყველაფრისთვის. ჯორჯ კვასილიანი ამბობს, რომ ჩვენ ამ რასაც მე ხა ვუწოდე ტრეილები, მივატოვოთო მათ ამის დაძახება. ამაზე ნუ ვიტყვითო მასე, მაგ სიტყვით. ნუ ვუწოდებთო ამ სიტყვას, ამას. თუ თქვენ მიმართავთო სახელმწიფო ჩინოვნიკს და გამოიყენებთო ამ სიტყვას, ჰიმტრელი, თქვენ დაგარქმევენ
კონსპიროლოგს და არც კი მოგისმენენ. რადგან მიზეზი იმაში მდებარეობს, რომ თქვენ არასწორად გამოთქვამთ საჭირო დასახელებას. რატო ისინი თქვენ გეტყვიან, რომ თქვენ ხართ კონსპიროლოგი, ისინი მართლები არიან, რადგან თქვენ იყენებთ არასწორ ტერმინს. უნდა გამოიყენოთო სიტყვა ნაწილაკები ჰიმტრელის მაგივრად. და როდესაც თქვენ ჰიმტრელს შეცვლით სიტყვით ნაწილაკები, თქვენ მიიპყროთ მათ ყურადღებას. ხო, ნაწილაკები არისო ყველგან, მაგრამ მე გამიმართლაო, რომ ისეთ ადგილასაა ცხოვრობ, სადაც ბევრიაო ეს ნაწილაკები. დიდ ქალაქებში და მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში ამ ნაწილაკების რაოდენობა იმატებს და ამიტომ ვისაც გაქვთ სოფლები დაუბრუნდით თქვენ სოფლის. არა, ყველაფერი არ მეატოლ და არ მიყავთ, მაგრამ პარალელურად სოფლებსაც მიხედეთ, რომ იმ შემთხვევისთვის დაუშვათ ფულადი სისტემა დაერიოს და თლად სახსრების გარეშე არ დარჩეთ ჩვენ ყველანი. თუ არის მე მაგალითად არანაირი შესაძლებლობა არ მაქვს სადმე წავიდე და სხვას მოვიმსახურო, ნახდათ ამის სრულით არ მაქვს და არც ჯანმრთელობა მიტყობს ხელს. მე თუ ჯანმრთელობა თუ შემიწყო ხელი მაგალითად, მე რომ ჯანმრთელობა მქონდეს, მე ჩემი თავისთვის რამაც გავაკეთებდი. მაგრამ ამ სხვის ჯიბის გასასკელებლად და სხვისი მუცლის გასაზრდელად რაც მე ვიშრობე, მე ეგიც მეყოფა. შეიძლება ზოგმა თქვას, რა მოხდა რომ წავიდი სიმშროვოს და რაც ხარ. ჯანმრთელობა არ მიტყობს ხელს, მე გამინადგურდა ჯანმრთელობა, სტრესმა, ნერვიულობამ და ფიზიკურმა შრომამ, სიმძიმეების აწევამ, წყლების ტარებამ, უწყლობამ, სიცივე ოთახში, ეკონომის გულისა, ბედს ვერ თავდი, იძულებული ვიყავი სიცივეში ყოფილიყავი. ამან ყველაფერმა მომისვა ჯანმრთელობა. მე რაც ნამუშევარი ვარ, მე რომ ფულზე მემუშავა, მე დღეს რაღაც მცირე ქონება მაინც უნდა გქონდეს. ხო, კი, მამასთან იცით რაც გეტყვით? ჩვენი ახლობლებიდან ხსენები არიან ჩვენი მტრები. უცხო ადამიანს უფრო მოსთხოვ პასუხს. ეტყვი თავისუფლად ვარს, თუ რამე არ მოგწონს, შენი შნას მიცემ, ხო? და შენიანს ვერ ეტყვი ვერაფერს. იმან რომ გამოგიყენოს შენ მთელი წლების განმავლობაში, ხო? ან ვინმე რომ გითხრას, წამოდი ჩვენთან იცხოვრე. ტყუილად ვინდა გიძახებს დღეს? რომ გახავენ რომ შეხარ თავისუფალი ადამიანი, ხელი მუშა, თავისუფალი მუშა ყველა ჭირდება, ხო? ახლა იციან ხო ჩემი ჯანმრთელობის ამბავი? და უყვე ცდილობენ ჩემ დაბერბოვკას. წამოდი ჩემთან სოფელში. მე მეუბნები. მე რომ სოფელში ცხოვრება შემძლო და არ წამოვიდოდი მეთქი სოფლიდან. რა უნდა ვაკეთო? მე ავამყოფ ადამიანმა მე უთხარი შენ სოფელში, როდესაც რამდენიმე ნაბიჯს გავივლი და უკვე ვიჭედები მეთქი. რა შენ მე იქ დასასვენებლად მიყავარ, მე უთხარი. მეორე მეუბნება, მე წასასვლელი ვარო. თან იციან მე რომ ველოდები აქ რათხა დენთა ბინას მაქვს პრობლემები ჯანმრთელობასთან, თარობა მეხმარება რათხა უფასო წამლები, უფასო გამოკვლევა, ხო? რაღაცა რაც შედის ჩემ პოლიში, მაგრამ მეუბნება ხედავენ ავამყოფ ადამიანს, ხედავენ რომ აბათ ვარ, ხო? და მეუბნება მე მივდივარო საზოგადოებრივ და სოფელს ვერ დავტოვებო და წავდიო სოფელში ცხოვრიო, შენ გემოზე იქნებიო, მეუბნება ქალი. თან იცის მე რომ ყოველ სამთვეში განცხადება უნდა დამწერო, უფასო წამლებს უნდა გავიარო, უბნის ექიმი, ხო? ყოველ სამთვეში
რაცხა 80 ლარია თუ რაცხა ბინისკირის ნაწილს ხო მიხდის თავრობა, ხო? რაღაც ნაწილს. დიდია თუ პატარა ხო მაინც საქმეა ჩემთვის, ხო? სოციალურთან ერთად. და მეუბნება ეს ქალი დაყარიო მთელი შენი ეს და წადიო სოფელში და იქ იყავიო. ისე მაგის სახლის საყარაულოდ მე უნდა ყველაფერი მივატოვო, ჩემი საქმე გავიფუჭო. ასეთი გვისტია ხალხი, ყველა ფიქრობს თავის თავზე. ყველა. და მით უმეტეს, შენ რომ ნათესავის სახლში ხარ, ვინ დაგაყენებს დღეს უსაქმურად? მით უმეტეს სამეგრელოში, მეგრელებს აქვს ძალიან თუდი წესი. სანამ არ დავარდება ოჯახის წევრი, არ ჩალოგინდება, მანამდე არ დაიჯერებენ, რომ ადამიანი ცუდათაა. და მე მქონდა ასეთი მაგალითი. პანიკური შეტევები რომ მქონდა იმ პერიოდში, ცუდად ვიყავი. ხან გულის საჩქარება მქონდა, ხან მაღალით შიშებში ვარდებოდი და წინების გასინჯვის უფლება არ მქონდა. ღამით თუ ცუდად გახვდებოდი, გავდიოდი სიცილიაში, სამზარეულოში და იქ ვისინჯავდი. სიარულიც კი არ შეიძლებოდა. მაგალითად, არის ესეთი შემთხვევები, როდესაც შვილს დედა ყავს ავად და მისი ავადმყოფობა აღიზიანებს. ხო, შვილებს აღიზიანებს, მშობლების ავადმყოფობა, მშობლებს შვილების ავადმყოფობა და ბევრი შემთხვევა ასეთი. რადგან სოფელში არ მოგცემენ შენ ამოსუნთქვის საშუალებას. იგენი ქონებს სამრავლებენ, ფულს აუმაგებენ და სამაგებენ, შენ კი მთელი დღე უნდა იდგე ფეხზე. ვინ დაგასვენებს და რომ პატიჟებ შენ, მე უცხო ადამიანი სოფელში, შენ მე სულელი ხო არ გონი ვარ კაცო. რომელი უცხო ადამიანი შენ დაგაყენებს დასაცვნებლად წაგიყვანს და გეტყვის ლალე არაფერი გააკეთო. ყველგან ადრე მახისიანებდა ეს ყველაფერი და როდესაც გავირკვი იმაში, რომ ყველანი სულები ვართ, ყველანი ერთნაირად იქცევა. ყველანი ერთნაირად იქცება, თითქოს რაღაც საერთო როგორ გითხრათ, ერთ კაბელზე არიან თითქოს ყველა მიერთებული. არა, ადრე ვერც გავასიანდები ასეთად ხალხზე, არ ესმით და რა ვქნა. საერთოდ იმ ადამიანს რო ისმოდეს, შენ გეტყო და ჩემი სახლს რაულად წადიო. ადამიანი წმალობ, ქირით ხარ, ამდენი ხარჯი გავს ნანახი ქვია, უქიროთ ფულის გარეშე ვინ გაგაჩერებს ბინაში, ხო? და მე თურმე ეს ყველაფერი უნდა დამყარო, ეს ყველაფერი უნდა მივატოვო, ეს თელი ჩემი შრომა, ნარბენი, ჩემი ავადმყოფი ხერხემლით და ჯოხით, ჩემი სიარული ვაივუის ყვირილში, როდესაც გადავიხები კისერის განძრევა განძზე და ზევით აწევა მაყვირებს, რადგან ხო მთლიანადაა შეერთებული ერთმანეთს ნერვული სისტემა ხერხემლის. და მე უბრალოდ ვერაფერსაც ვერ მეუბნები, რომ გამოვლამწყო, მაშინ აქედან უნდა წავიდე. ვიფიქრობ გულში, ოხ, ერთი აქ მე არ მომყოფა ახლა. მე თქვენ რას გეტყოდით ერთოდ კაც სიტყვას? არა, აჩემებული აქვენ? არ მინდა გენაცვალე თქვენი პატივიცემა, ნუ მცემთ პატის. არა, ვითომ პატის ცემენ, რომელიც შენ გამოგიყენონ, არ მინდა. შენ თუ მე გამოსაყენებლად ჭირდები და იმიტომ მცემ პატის, არ მინდა. მე იმ ერთჩიქა ჩაის დავლებ, იმ 3 დღის, 4 დღის პურ შევჭამ, თუ არის. მაგრამ შენ უცდილობ მე
შენ მუშად მაგციო. კი, ზოგს აქვს. მომიტევეთ პირი გამიშრა. ზოგს აქვს წესად ხასიკაც მაგალითად. მაკვირდები მე ზოგი ხასიკა თუ შეხვდა. რა თქმა უნდა კარგი იყოს. აუცილებლად ხო იხდი ქირას, ხო იხდი კომუნალურებს, ხო? და კიდევ დამატებით უნდა ხარ დამლაგებლად შენ ეზოში მე ეს არ გავს, ის არ გავს, ის არ გავს, ეს არ გავს, ხო? გუმური ვარ, გიხდი ქირას, გიხდი კომუნალურებს, შუქის ფულს, ხო? და კიდევ დამატებით რა სიტყვობ ჩემგან? მე ხო ვიცი რომელს გადასახდელი ამდენი დავუშვათ. შენ რომ დამატებით კიდევ თხოვ ამას და გუმურები რომ მოგდივარ და კიდევ გუმრებისთვის თხოვ რაღაცას. მე რატო უნდა მოიმსახურო შენ გუმრებს? ის არ ყოფნის? ბოდიში და ტუალეტს ხვის იმას რომ რეცხავ. თვალში კარგად არ უყურებ ისეთ ადამიანი და კიდევ მე მეჩხუბები შენ რომ თურმე კარგი გარეცხილი არა ტუალეტი. მე მოგუბრუნდა უთხარი შენ მე მეორე ჯგუფის ინვალიდობა მაქვს თვალით მე უთხარ. შენ რა გონია მე ეს ინვალიდობა ისე მომცეს თუნდაც მეთქი? მე რომ კარგი მხედველობა გქონდეს მე უთხარი. რა ბიჭებს მაშინ მეთქი მე უთხარ. პატარა ბავშვით მიყვიროდა. შენ ხო თქვი რომ რეცხავ. ან რატომ ავალდებოდებ მე შენი გუმრების ერთი გუმური აქ ის საერთოდ არ აკეთებს არაფერს. კი მუშაობს მაგრამ მე რო სახში ვარ იმიტომ მე რა ვალდებული ვარ სხვისი საქმეც მე გავაკეთო მაგრამ მაინც ვაკეთებ. მე იმის გარდა წესად აქვს ზოგიერთს არა მე მეწუნანი არა ვარ მაგრამ მე ხომ ჩემი ანგარიში მაქვს ხო მე ხო ვიცი რომ მე ბინის ფული ამდენია დასადები ხომ უნდა ჭამო ხო წამალი რაც უფასო ოფოსომ არა დანარჩენი რაც ფასიანში შედის ის ხომ უნდა შევიძინო ხო და მე როდესაც წამლების მარაგს ვიკეთებ და შენ კიდე ამ წამლების მარაგში შემოდიხარ ან როდესაც მე მაძლევენ უფასო წამლებს დიაბეტურ წამლებს 3 თვე უნდა ვიკმარო ის მე ხო 3 თვის საკმარის ვაძლევენ და შენ რო გეზარება ყიდვა ან ექიმთან წასვლა და უფასო წამლის გაკეთება კი გეკუთვნის მაგრამ რო გეზარება წასვლა და შემდეგ ჩემი მარაგიდან ვარს ვერ მეწყენება ვარის თქმა არ უყვარს იქავს ვიცი რო ეწყინება და მე კიდევ 2 წელი უნდა ვილოდო ჩემ ბინას დიმთა ბინას შენ რომ მე იმ უფასო წამლებში არა და გაქვს ხო საშუალება იყიდე ახლა მაინც პენსია აქვს იმ ხალხს ასაკობრივი პენსია ჩემზე უფროსია ბევრად მე წავიდე ექიმთან და ორჯერ ამარილი მივეცი ну სიოფორი მივეცი ორჯერ თუ სამჯერ არა ну რაღაც ხნის პერიოდის შემდეგ იწამალი მე რომ არ მეყოლს დაუშვათ მე ხო უნდა ვიყიდო მე ქავიდე შუმა უთხრა წადი და იყიდიო რატო ვიყიდიო როდესაც უფასოდ არისო უფასოდ თუ არის წადი და გააკეთებ თუ არა და ჩემ უფასოს რატო იღებ მე ხო მე ის დამაგდება ეს ხო დიაბეტური წამალია უცებ შეწყოთ არ შეიძლება ხომ წამლები ზოგიერთის და მე რომ დამაგდება მე ხომ უნდა ვიყიდო მე ეგ წამალი ხო იმის გარდა თუ რამე გამაყოჩებელი მქონდა ნოშფა ეს წამალი კაპტოპილი არა არ გიგონდოთ მე რომ წუნმანი ვარ მე წუნმანი ვარ არა მაგრამ მე ვარ გუმური შენ არ გიჭირს ხო კატო შემოსავალი გააქვთ ოჯახში ხო შენ ეკონომია სანაპიროს გააკეთებ და მანამდე ბევრი თხოვია რაღაც წამოებიდა შენ რომ მე თხოვ წამალს ის ხოთაშორის ჯურიან წამალი რომელსაც მე ვცვამ პასუხის მოსახსნელად ხერხემ ცენტრალურზე მოქმედებს ის ყოდა მე ვაკეთებ ეკონომიას და 4 ყოფდი იმას და მე 4 ვცვამდი ეკონომიურად მომიწი ამის მიცემა თუნდაც ვარ მე
არ იმოქმედაო ჩემზე და სხვა რაღაცებიც სულ თავისუფლად ხო მე არ ვამბობ ხორობა არა ეს ხორობა არის მაშინ როდესაც შენ უჭირს ადამიანს ხედავ და ვარცეუბნები მაგრამ ამდენი ხალხი ამდენი სულის პატრონი ხარ და ოჯახში მე ვარ დგუმური მე ვიცი რომ ვიქირავე ოთახი მე ვიცი რომ ვიქირავე ვიხტი გადასახადებს ხო და შენ კიდე რაღაცების წილში რომ შემოდიხარ იმის გამო რომ მე ვარც ვერ გეტყვი მის დგუმრებს ეწყინა რომ მის ახამოს უდღუმოს რაღაცაზე უთხრა პირში ვუთხარი პირში ვთქვი მე არა ვარ თქვენი ხაზეიკა მე ნუ მაწუხებთ მე ვარ პენსიონერი ავადმყოფობით მე თუ რამე მაქვს ნაყიდი მჭირდება მაგითო ხო არა მაპატიეთ მე ხა ამას ყველაფერს მოყვები უბრალოდ გული გადაგიშალეთ მაპატიეთ და კიდევ კიდევ ბევრი რამე ხდება ისეთი შეიძლება ეს წურმანებია უიტყვის ადამიანი როგორ არის წურმანები არ არის წურმანებისგან შედგება ცხოვრება ჩვენ თუ ჩვენი წურმანებსა მოვაქცეთ ყურადღება და ისინი არ დავამუშავეთ და არ გადავაკეთეთ არ გამოვსწორით ჩვენ შორს ვერ წავალთ ვერ წავალთ მე არ ვამბობ ადვილიაო მე ხანდახან მავიწყდება რომ მე ვარ სული რომ ეს არის ავატარი ჩემი სხეული ხანდახან მავიწყდება მაგრამ უჩვენ გონზე მოვდივარ მე იცით რა ნუ გაუბრალდებით და გაუღესიანდებით ნუ რავის იმიტომ რომ ადამიანი ჩემ მაგალითებით თუ არ ესმის ადამიანს თუ ვერ იგნებს თავის აქციას ტულად ნერვს მოიშლით იმიტომ რომ ისე მოგიშლია ნერვს აპასუხოთ და კიდე დაგინდურებია და კიდე შურს იძიებენ მერწმუნეთ ცხოვრება ასეთია სანამ ფული გაქვთ სანამ ჭირდებით მაშინ კარგი ხართ და როდესაც ადამიანს ყველაფერზე კიკის ეუბნები და ყველაფერზე ეხმარებით და მე ბოლოს ეტყვით ერთხელ მაინც ვარი უთხრათ მერწმუნეთ გახტებით ნომერ პირველი ნომგრადი მტრად ხო და ამ ნაწილაკებში რომელიც სვივაციდან ყრიან მაგაში ადრე ბევრი იყო ბერილი სტრონცი ალუმინი და კიდევ სხვა ნაწილაკები 90-იან წლებში მაგათმა შექმნესო ჭკვიანი მტვერი გრაფენის ნაწილაკებისაგან რომლებსაც ამის შემდეგ დაარქვეს სახელი ბაკერბოლები და მე არ ვიცი რა თუნდაც ხალხსო ამ გრაფენის შეყვანა თავის ორგანიზმში რადგან და თქვენი ორგანიზმის შევსება გრაფენით ეს უბრალოდ თქვენ ხდის თქვენ ორგანიზმს უფრო გზნობიარეს მაღალი სიხშირეების მიმართ ჩვენი ევოლუციური პროცესისთვის ამ გრაფენის შეყვანა ძალიან ცუდია და ეს ნაწილაკები იფრქვევა და კიდეც მომავალში რაღაც პერიოდი გააგრძელებენ ამის დაფრქვევას და თუნდაც თქვენ არ ქონდეთ გაკეთებული ნემსი ან ანესთეზია თურმე ახლა გრაფენს უმატებენ ანესთეზიაში გამაყუჩებლებს ალბათ თუ თქვენ წახვალთ სტომატოლოგთან იმ ანესთეზიაში რომელსაც თქვენ გაგიკეთებენ დამატებული იქნება გრაფენი ნანოტექნოლოგიებიდან და შეიძლება რაღაც ნაწილაკები ნანო ნაწილაკებიც არა გამორიცხული დღეს საშიშია დღეს თუ თქვენ გადაწყვეტეთ სიკვდილის ჯობს სასწრაფო არ გამოიძახოთ დაუშვათ თუნდაც რომ გახდეთ იმიტომ რომ სასწრაფო უფრო დააჩქარეთ თქვენ სიკვდილს კაცობრიობა დღეს იმყოფება მაღალტექნოლოგიური გონების ზემოქმედების ქვეშ მთელი ჩვენი სივრცე გავსებულია ჭკვიანი მტვრით
ეს არ არის მაგალითად ჩვენი სახის კამერით ჩვენი სახის დაფიქსირება, ან ჩვენი თვალის გუგის დაფიქსირება, ან თითის დაფიქსირება, არა, ეს ამაზე მეტია. ეს ჩვენი მტვერი ამაზე მეტია. ჩვენი სივრცე, საჰაერო სივრცე სავსეა ნანოტექნოლოგიებით. ჩვენ ამ ნანოტექნოლოგიებში ბუკვალურად ცურავთ. ტექნოლოგიური გონების ღმერთი უკეთებს ანალიზირებას ჩვენი ცხოვრების რეალობას. რატომ აკეთებს ანალიზირებას? იმიტომ რომ უნდა შექმნას ასლები, უნდა კოპირება გაუკეთოს ყველაფერს. რადგან ამ ტექნოლოგიურ ღმერთს, აქ იგულისხმება ხელოვნური ინტელექტი, უნდა რომ ხალხმა ადაპტირება მოახდინონ ტექნოლოგიების მიმართ. ნელ-ნელა აჩვევს ხალხს. მაგალითად, ზუგდიდში დადიან მანქანები, რომლის საფასური გზის უნდა გადაიხადო ბარათებით, ხო? ეს ბარათები უნდა აიღო ბანკში, საქართველოს ბანკში, სატრანსპორტო ყვითელი ბარათები. თვეში თურმე ამ ბარათების ფასი ყოფილა 5 ლარი, თვეში მიაქვს. გააჩნია როგორც აიღებ, არის 2 ლარიანი, 5 ლარიანი. ხო, შენ ხდიან იძულებულს ბარათი შეიძინო, რადგან ეს ბარათიანი ავტობუსები უფრო ხშირად არის, ვიდრე ხელზე ფულზე გადახდის საშუალები მქონე მარშრუტკები, ან ტაქსით უნდა წახვიდე, ხო? მე მაგალითად არ მომწონს ეს ციფრული სისტემა. რატომ? ადამიანებს გვაჩვევენ. მაგალითად პენსიონერებს მე არ მაქვს ჯერ ის რომ მიხდის ისეთი ბარათი საპენსიო, მაგრამ ხედავ რომ ბევრს აქვს მასეთი. ჩვენ გვაჩვევენ ბარათით გადახდას, რომ ეს პრაქტიკულია, კომფორტულია. ხო, და რა ხდება? ისევ გვაჩვევენ სიზარმაცეს. რადგან ჩვენ ზედმეტად არ გავიდეთ სახლიდან, მაგალითად, შეიძლება ცუდიანი იქნეს, შეიძლება ეს იქნეს, ის იქნეს, ჩვენ ესე იგი გვაჩვევენ კომფორტს. და მე არ მინდა ამ კომფორტს შევეჩვიო. რადგან აქ მე ხედავ საშიშროებას იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი ჩაგვითრეს. ვინც თამაშობს ზის სულ კომპიუტერში, იმისთვის რომ ითამაშოს, ის ხალხი უკვე ჩათრეულია. რატომ მოიგონდეს ეს კრიპტოვალიუტები? რომ ხალხმა რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ კომპიუტერებთან. რომ მათ არ ქონდეთ თავისუფალი დრო იმისათვის, რომ თავთან გამარტოვდნენ, კითხვები დაუსვან თავის თავს, კითხვები დაუსვან სამყაროს, გაისაუბრონ თავის ფიზიკურ სხეულს, გაისაუბროს ბუნებას, სამყაროს, სივრცეს, დროს, რადგან ყველაფერს გააჩნია გონება და ცნობიერება. კედელსაც კი, აგურსაც კი, ყველაფერს, ქვასაც კი. მით უმეტეს სტიქიებს, მით უმეტეს დედამიწა ჩვენი არის ცოცხალი. ამიტომ ვამბობ მე, ჩვენ თვითონ უნდა ავუჯანყდეთ ამ ციფრულ განვითარებას. არა, ზოგ შემთხვევაში გარდაუვალია. საქართველოში მე წავიკითხე ინტერნეტში, რომ უნდოდათ უფრო ადრე, უნდოდათ შემოტანათ ციფრული ლარის, მაგრამ კომერცულად ბანკებმა განაცხადეს უარი. რატო? რომ მე მათ ისინი მოგებას ვენახავდნენ, ეს მათი შემოსავალი იყო, ხო? ხო. და ჩვენ ხალხმა
უნდა თქვა თუ არის ნაწილობრივ მაინც რადგან ჩვენი ცხოვრება გადახლართული ამ ციფრულ ოპერაციებთან და სხვაგვარად არ შეიძლება, მაგრამ შეიძლება გვარად ავარიდოთ თავი. აი მაგალითად ავიღოთ სატრანსპორტო საშუალება. თუ ჩვენ არ ვიმგზავრეთ ამ ტრანსპორტში, სადაც ხდება ბარათებით გადახდა, ჩვენ ამით წინააღმდეგობას გავუწევთ ხელოვნურ ინტელექტს. შეიძლება გვარად თუ ჩვენ აი მაგალითად მე რა გზა მქონდა მეტი საპეცო სესხე გავაკეთე, რა მექნა, ჭირდებოდა. არა და თქვი რომ არ ავიღებდი. მაგრამ შეიძლება გვარად. იმედია იმამდე არ მივადრო, როდესაც ჩიპიზაციას გაგვიკეთებენ ან შუბლში, აქ შუბლის ადგილზე, ან მარჯვენა ხელზე. და არ ვიქცევით ნამდვილად უღე კიბორგებად. არა და ყველაფერი მიდის ამისკენ. ხალხო, ქალაქებში უფრო ძლიერ ხდება ამ ნაწლაკების გაფანტვა. სოფლებში იმდენად არა. და ჩვენ თუ გვინდათ შეიძლება ვინმე გაიფილოს სტადიატრის შენ სოფელში, საწავალ მე სოფელში. მაგრამ თუ თქვენ ჯერ ყავთ ცოცხლები, დედები, მამები, ბებიები, ბაბუები, სანამ ისინი იქ არიან, სანამ ცოცხლები არიან, მოაწყვეთ თქვენთვის რამე ისე, რომ გავარსების შემთხვევაში თქვენ არ იყოთ დამოკიდებული მთავრობაზე, არ იყოთ დამოკიდებული კაბალაზე. დაიწყეთ აქედან თავისუფლებისთვის თავისუფლებაზე გასასვლელად მომზადება. სრულიად თავისუფალი ადამიანი ვერ იქნება. სრულიად სული კიდევ არა თავისუფალი. ყოველთვის ადგანა თავზე ვინმე, კურატორი, მასწავლებელი, დამხმარე, გამცილებელი, ვიც ჩვენებს აძლევს. სრული თავისუფლება არ არსებობს, არავინ მოგატყუოთ. სრული თავისუფლება არ არსებობს, როგორც სრული ჭეშმარიტება არ არსებობს. და შედარებით მაგალითად, კი იცით, დენი და წყარი რა მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში, ქალაქში, მით უმეტეს ქალაქში. სოფელში კიდე ადამიანებს ჭები აქვთ, ხო? თუ თქვენ ჭა გაქვთ სოფელში, შეეცადეთ რომ ეს ჭა შემოხობოთ და გადაფაროთ, რომ ზედმეტად მაგალითად ცუდ ამინდში საშუალება გექნეთ გახვიდეთ ჭირსკენ. ახლა მე თემას გადავუხვიე, მაგრამ შანსი მომიცა, გამერთხილებიეთ. ეს ცალკე თემა კიდე მაქვს, ამაზე მე მოკლე ვიდეოები დადებული, მაგრამ არ ვიცი თუ ვინმე მიაქციეთ ყურადღება. რაღაც ისეთი კარდიოლოგიური სისტემა გააკეთეთ, რომ ცუდა უშუალოდ ხო, რამდენი გითხრათ, არის შეიძლება ბუნებიდან მოიპოვოთ სინათლეც და წყალიც. ეს არის რუსულ ენაზე. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მაინც ნახოთ. თვითონ სიუჟეტით, ვიდეოს სიუჟეტიც მიხდები რაზეა საუბარი. დენი მაგალითად, უსადენო დენი, ან ტელეფონის დასატენად კარტოფილი, სოდა, კოკა-კოლა, კვილის პასტა, როგორ უნდა შექმნათ ეს ყველაფერი. ისეთი ოთახი უნდა მოაწყოთ მშრალი ადგილი, სადაც შეგიძლიათ შეინახოთ ხორბალი, სიმინდი, ქვილი, ეს ისენი ერთ-ერთ მარაგით. რაც მოიყვანოთ თქვენი შინაური. მე მაგალითად, მე რომ მქონდეს ეზო, მე დღეს აშინებენ თხილნარებს, რგამენ ციტრუსებს, ხილს არ გამენ, იმიტომ რომ რგამენ იმას, რასაც გასავალი აქვს, რაც იყიდება. მაგრამ იმას არ ფიქრობს ადამიანი, რომ ის კი შენ გასაყიდად კი მოამზადე, მაგრამ შენ ხილიც ხომ გჭირდება, შენ ბოსტანიც ხომ გჭირდება, ხო?
ახლა მით უმეტეს დღევანდელ დღეს, როდესაც დავადებულია ყველაფერი. თხილნარი, თხილი არ დაიდება დიდხანს, იმიტომ რომ სოკო უშდება და სკდება თხილი. მე ვერ გაყიდი მაგას ტარფაში. საერთოდ ვერ გაყიდი. მანდარინი საჟიანია, ნალექიანია. წამლები რაც მე ჩემი თვალითაც არახი თუ რა წამლები საღდება შესაწამლად თხილის, ციტრუსების. რა გინდათ ასეთი ხილის ჭამა? ხო და ვინც ამას ვამბობ, ვინც სოფლებში ხართ, დარგით ხილის ხეები, დარგით ბრუსნიკა, სმაროდინა, წითელი, შავი, დარგით ის ხილი და ის მოცვი, კენკრა, რაც გჭირდებათ სეზონურად. ნუ აქ საქონელის დაკავება ცოტა რთულია, მაგრამ როდესაც თქვენ კარგი მაგალითად თუ ხორცი მოგინდათ, ვინც ხორცს ჭამს, მაგათ შეუძლიათ ფრინველები გამრავლონ სახორცეთ. თან კვერცხიც გექნებათ. არა აუცილებელი ღორები და ძოხები და თხები ყავდეთ. მაგალითად მე რომ შემეძლოს, მე გავაკეთებდი სათბურს, მინის სათბურს, ყარ სათბურს და მთელი წელი მექნებოდა რაღაც ბოსტნეულები, მაგალითად ზამთარს უძლევს ნიორი, ბარდა შეგიძლია სამჯერ დათესო წელიწადში, სამთვიანია. არის ჭრილი ბარდები, არის სხვილი ბარდები, ნაირსახეობა ბევრია ბარდების. ლობიო ზამთარში ვერ გაძლევს. რედისკა, ხრენი, მომიტევეთ ქართულად არის ხრენი რა. წვანელები სულ ჭირდება, ხახვი. რატო სათბურში ხახვიდან გაიზრდება, მწვანე ხახვი თუ გინდათ. მწვანე ბარდა მაგალითად ძალიან გემრიელია, მოთუშული მწვანე ბარდა. ჭინჭარი არის, ვისაც წნევა არ აწუხებს, ჭინჭარში აგროვებთ თავთავებს, მის მწვანეს გააკეთებთ. სიმინდი, ვისაც შეუძლია, ვისაც ტრაქტორი ყავს, საშუალება ისმის ტექნიკა და ასე მთელი ზამთარი გექნებათ საკვები. და თუ ისწავლით უფასო დენის მოპოვებას და წყლის ატმოსფეროდან ეფირიდან, უпростоრად ეფირი, ყველგან არის ეფირი, ჩვენშიც არის ეფირი. პრანა კიდევ ცალკე ძალა. და ეფირიდან მოდის ყველაფერი. ამიტომ ვეცადოთ, ვისაც გააქვთ, გიწყოთ ხელს ჯანმრთელობა და ვინც რაღაც შემოსავალი გაქვთ ფინანსური, მოიწყოთ თქვენი კუთხე, რომ იმ შემთხვევისთვის დაუშვათ. ნუ არავინ არ იცის ახლა სად რა მოხდება. და იმ შემთხვევისთვის მაგალითად არ ხედავთ 20 წელს, 2020 წელს მოსულმა ვირუსმა როგორ კრიზისში ჩააგდო ყველანი. ხალხს პურისპილიც კი არ ქონდათ, გარეთ არ უშვებდნენ. და სოფელში მაინც იქნებით თავისუფალი. ხო, და რა უნდა ამ ჯორჯ კვასილიას თქვა, რომ ის ხალხი, ვინც ადაპტირება განიცადნენ ტექნოლოგიებში, ისინი აღმოაჩინენ, რომ სინგულარობაში შევიდნენ ამ ტექნოლოგიებთან და დადიან თითქოს დადიან და ხედავენ ჰოლოგრამის ყველგან, კომპიუტერის რეალობას ხედავენ.
მათ უჭერთ რეალობის გარჩევა, კომპიუტერი ცხოვრისებული რეალობის გარჩევა, კომპიუტერის რეალობისაგან. ესე იგი, ცოცხალი რეალობის გარჩევა გაუჭირდებათ კომპიუტერული რეალობისაგან. ჩვენ გვაქვს ორგანული ცხოვრება და გვაქვს სინთეტიკური ცხოვრება და მიდის ამიტომ ბრძოლა. და ეს ბრძოლა ამ ორგანული და სინთეტიკური ცხოვრებებს შორის 1000 წლეულების განმავლობაში მიდის ეს ბრძოლა და ეს ბრძოლა გრძელდება ახლად. ჩვენ ვართ ამ ომში, ჩვენ ვიმყოფებით ამ ომში და ჩვენ უნდა დავუბრუნდეთო ბუნებას და უნდა დავუბრუნდეთო რეალობას. შენ უნდა არჩიო, შენ კიდე იყო როგორ გითხრათ, ტექნო არსება თუ შენ კიდე იყო ცოცხალი არსებაო. ახლა ჩვენ ისეთ ევოლუციის ეტაპზე ვართ, როდესაც იმპერიებს, რომლებიც იქმნებიანო, რომელიც შეიქმნებაო ამ პერიოდის განმავლობაში, ამ გზაზე, მათ დასჭირდებათო ჩვენი დახმარება. ჩვენ ორგანულ ადგილას არ ვართო. ჩვენ მაღაზიებში იყიდებაო დამუშავებული პროდუქტები. სამედიცინო კომპლექსი კლავსო ყველას მარცხნივ და მარჯვნივ. ეს არის ევგენიკის პროგრამას, რომელსაც ატარებს სამედიცინო სატარბო კომპლექსი, რომელსაც ხარს უჭერს სამხედრო კომპლექსი ან მათი სამხედრო ნაწილები. ჯარში ძალიან ბევრი ხალხი არის, კარგები და მეც და თქვენც მათთან მუშაობთო. ჩვენ ძალიან რთული სიტუაცია გვაქვსო, სადაც ხალხს ურეცხავენო ტვინებს და მათ უბიძგებენო ტექნოლოგიური სინგულარობისკენო და მათ გონიათო რომ ეს მშვენიერიაო. რადგან ტექნოლოგიებს შეუძლიათო იმიტირება გაუკეთოსო ყველაფერს, რისი უნარი ჩვენ გაგვაჩნიათო, ჩვენ ყველაფერს უნარი გაგვაჩნიათო. უფრო მეტი უნარები გაგვაჩნიათო, ვიდრე ნებისმიერ ტექნოლოგია შეძლებსო ამის გამეორებას. არ აქვს მნიშვნელობა სამყაროში რამდენად განვითარებული წინწასული ტექნოლოგიები არსებობს. ჩვენ მაინც უფრო მეტად განვითარებულები ვართ. რაც არ უნდა გააკეთო ტექნოლოგიებმა, რაც არ უნდა კარგად გააკეთონ რამე, ჩვენ მათი უკეთესად გავაკეთებთ ყველაფერს. მაიკ სალა ამბობს, რომ დიახ, ბუნება არის თვითონ მკურნალი და ყველაზე დიდი მკურნალი შენი თავისა ხარ შენ. ჯორჯ კვასილიანი ამბობს, რომ ყველაზე დიდ სიმდიდრეს შევადგენთ ჩვენ და ჩვენი გენეტიკა. ჩვენი გენეტიკა ძალიან ფასობს კოსმოსში. ამიტომ არის, რომ სამი ადმირალი დიდ ყურადღებას ანიჭებდა ბავშვებით მონობას. მით უმეტეს ხდება მონობა ქალებით და კაცებით, მაგრამ უფრო ბავშვებით, რადგან როდესაც ჩვენ მიზანში მყავს ბავშვები, სხვა პრობლემები თავისით წყდებაო. ეს სამი ადმირალი დაკავებული არისო ადამიანებით მონობით კოსმოსში, ადამიანებით ვაჭრობით უпроსწორად კოსმოსში და აგრეთვე მათში შედის ბავშვებით ვაჭრობა. და ჩვენ ხედავთ, როგორ ხდება საზოგადოებებისთვის ეს ამბავი გასაჯეროვებული უფრო და უფრო, მომავალში უფრო და უფრო გაიხსნება ეს ამბები და გამოაშკარავდება სიტუაციები ბავშვებთან დაკავშირებით. და როდესაც ადამიანებით ვაჭრობა იქნება გასაჯეროვებული და ყველაფერი გაიხსნება, ეს იქნება ის ბოლო ლურსვანი, რომელსაც ჭედავენ კუბოში და რაც მოიყვანს ამ ჩრდილოვანი სახელმწიფოს, ანუ კაბალას
ბოლო განადგურებისკენ. თქვენ ესე იგი შეგიძლიათ თუ გამოიყენოთ თუ ნარკოტიკები, კავშირები, ფული, მაგრამ არაფერი გამოვაო, რადგან ეს ყველაზე წმინდანიაო ჩვენთვის, რაც ჩვენ ცხოვრებაში არისო. ეს ჩვენი შვილებიო, ბავშვებიო. ინგლისის სახელმწიფო არის გამოაშკარავებული ამ მხრივ. და რიგი ახლა არის ჩემ ავსტრალიულ სახელმწიფოსეო ამბობს ჯეიმს არა ერთი წუთით ვერ ხედა. ჯორჯ კავალიასი. თუ თქვენ პედოფილი ბრძანდები და თქვენ შეეხეთ ბავშვს, ეს თქვენი ბოლო დღეებია. ვინც ბოროტების ჩადენას გააგრძელებს და თავისი ბოროტულ აზრებს არ მოიღებს თავისი თავიდან, ამ სამყაროდან იქნებიან გადევნილი. რადგან ხომ ვიბრაციული ცვლილება ხდება, ვიბრაციები ხომ იწევს და ეს დაბალ ვიბრაციული არსებები ვერ გაუძლებენ. დაბალ ადამიანები, რომლებსაც აქვს დაბალი ვიბრაციები, მათი სხეულები ვერ გაუძლებენ. ამიტომ ამბობს ჯორჯი, რომ ისინი გაქრებიანო, რადგან მათი ავატარები გარდაიცვლებიან. რადგან ვერ გაუძლებენ მაღალ სიხშირებს. ამაზე საუბრობენ ბევრი კონტაქტორები, მაგალითად იგივე პანდორა რევიზიონი, ლეტალია, ბრიგინა ალიონა, გრანი ვიჩნისტი, მირა სოლარისი, ლიგა ნაცი, მარია შლოენი. ამაზე საუბრობს ბევრი. ეხლა ყველას ვერ ჩამოვთვლი, რომ ისეთი მაღალი ვიბრაციებია, მომავალშიც ისე ამაღლდება ეს ვიბრაციები, რომ ფიზიკურად ვერ გაუძლებენ დაბალ ვიბრაციული სხეულები ამას ყველაფერს და მოუწეთ მართ გასახლებიდან გამოსვლა. და უკვე მათი სულები, განთავისუფლების სულები გადავლიან სხვა დონეზე, ან გადავლიან მაღალ დონეზე, ან დაუბრუნდებიან ისევ მესამე დონეს. ოღონდ აქ არა დედამიწაზე, ტერასზე უფრო სწორად. სხვა ადგილას, სადაც იცით რა, კიდევ ერთ საიდუმლოს გეტყვით. საიდუმლო არა ეს პანდორა, საიდუმლო ყოფილიყო პანდორა არ იყო და საქმე იმაშია, რომ დედამიწაზე არა, დედამიწა დიდია და როგორც მეთქვი გითხარით, იაჩეკებისგან შედგება და ჩვენი იაჩეკა ქვია ტერა. ტერასზე იყო მესამე განზომილება, ხო? ჩვენ ახლა მეოთხეში ვართ. საქმე იმაშია, რომ მესამე განზომილება აქ არ იქნება. და რა საიდუმლო კარგი ამბავი. ჯერ მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან ტერასზე ბევრჯერ გაანადგურენ, ბევრჯერ მოხდა ჩვენი განადგურება. ატომური იარაღით. ბევრჯერ განწმინდეს ეს ტერიტორია, რადგან არ გამოვიდა ექსპერიმენტი, არ წავიდა იმ მხრივ, რა მხრივაც უნდა წასულიყო. და ჩვენ გაგვანადგურეს ბევრჯერ გაიწმინდა ეს ტერიტორია და ახლა ეს ჩვენი თაობა სადაც არის ესეთი 300 შეიძლება ცოტათი მეტი წლის და ჩვენი განადგურება გადაიფიქრეს. მოგცენ ჩვენ საშუალება დედამიწასთან ერთად შანსი მოგცენ დედამიწასთან ერთად გადასულიყავით შემდეგ განზომილებაში, მაგრამ მე რას ვფიქრობ, რატომ გადაიფიქრეს ჩვენი განადგურება. დედამიწას სჭირდება ენერგიები და ამიტომ ის მაღალენერგეტიკული სულები, რომლებიც შემთხვევით მოხდა აქანე, ან ხომალდების ის ავარიების დროს, ან მახეში გამბის შემდეგ მათი სულების გადაცემა მოხდა და როგორც წინა ვიდეოში, მისი ვიდეო იყო, არ მახსოვს, მე ვთქვი, რომ მახები იყო დაგებული, ხო, აი გოგოები, იგივე პანდორა, ლეტალია, ოლგატანი და ამბობდნენ, მახები იყო დაგებული წილს ასტრალურ სამყაროში და სულებს არ უშვებდნენ ცაში, სულებს უგებდნენ მახეს და ისევ
წრეში აბრუნებდნენ, რეინკარნაციის წრეში და ბევრი სულები კიდეც მოვიდა შეგნებულად, ბევრმა შეიცვალა ავატარი, კინო ავატარი ხომ გაქვთ ნახე, ასეთნაირად ისინი ასეთ მეტ კაფსულებში არიან ძინათ მეტ კაფსულებში და მათი ცნობიერება კი გასახიერდა დედამიწის სხეულებში და ახლა ისი პირველ რიგში მაგათმა გამოიხვიდეს შეიძლება ბევრს კიდეც ძინათ ძო არ დამდგარა მათი გამოხვიდების მაგრამ და ისინი აკეთებენ განწმედას ნეგატივისგან დედამიწის ადამიანების მართალია ამას აკეთებენ ფულზე რადგან ხომ იცით რა ენერგიას ხარჯავენ ისინი მაგათ ენერგიას ხარჯავენ ზოგჯერ სიკვდილსაც უყურებენ თვალებში ამიტომ არ არიან გასამტყუნი ყველა იღებს ფულს ყველა სჭირდება ენერგიას რო იძლევი მაგერ ენერგია ხომ უნდა მიიღო და ფულიც ენერგიაა მე მაგალითად უფლობის გამო ვერას ვერ მიმართავ მაგრამ მე ვცდილობ ჩემი თავი მე თვითონ გავწვიდო და დავამუშავო შეხარ შენი თავის ექიმი კიც ორივე მხრივ კით ფიზიკურ დონეზე კით ასწავლულ დონეზე შენ უბრალოდ ზოგჯერ ჩვენ გვჭირდება მეტი დრო რომ ჩვენი თავები გავწმიდოთ მე ვცდილობ როგორც შემიძლია სწავლობ უსვენ გოგოებს რომ მე მათგან ვისწავლო თუ როგორ უნდა მოვიქცე კიდევ რა ხდება თურმე ბავშვებს იყენებენ იმისათვის რომ პოლიტიკოსები მახეში გააბან ვიდეოს იღებენ და შემდეგ აშანტაჟებენ ამ ვიდეოებით ან ფოტოებით და აიძულებენ მათი მარიონეტები გახდნენ მაგრამ იმათ ვინც წინააღმდეგი არიან ასეთ რაღაცეების მათ ხელს უშლიან წინ წასვლაში მათ არ ნიშნავენ კონგრესის თანამდებობებზე კონგრესის კომიტეტებში ან პარლამენტში უფრო ეხმარებიან წაწევაში იმათ ვინც არიან იმ პარტიიდან რომლებიც ყველაფერს აწერენ ხელს რომ თავისას მიაღწიო და მაიქსალა ამბობს რომ მთელი ეს სისტემა რომელიც იყენებს ბავშვებს თანამდებობის პირების შანტაჟისთვის იქნება მალე გაუქმებული და ანგრეული განადგურებული რა როგორც გინდათ ისე იფიქრეთ ჯორჯ კვალისიანი ახლოს უნდა ჯორჯ კავასილასი ამბობს რატომ იყენებინო მაინდამაინც ბავშვებს რადგან ძალადობა რომელსაც ისინი იყენებენ დაუცველ ბავშვებზე საშინელებაა და გულის ამრევი და ეს მხოლოდ საშუალება არა მიიღონ სიამოვნება ეს არის ბნელი სიღრმისეული სულიერი პრაქტიკა ქრისტიანები ამას დაარქმევდნენ სატანურ პრაქტიკას ეს არის ნამდვილი სულთა ბოროტება და იყო ასეთი მაგალითი მამას უნდა ქალიშვილის გადარჩენა უნდა გამოყვანა პრიტონიდან სადაც მას კაჩავენ ნარკოტიკები და აპატიურებენ მამას კი აპატიმრებენ როგორ შეიძლება ასე მოქცევა შენ ხომ ფიქრობ რომ ეს არის სიგიჟე გახსოვს მაიკლი მე შენ გეუბნებოდი რომ მოვიდა სატანური ენერგია ჩვენ ახლა ვხედავთ ამ ენერგიის ნაყოფს მაგრამ აქ აგრეთვე არის სინათლე სამყარო და ის ძალა რომელმაც შექმნა ყველაფერი ისინი არ თხოვენ თქვენ თაყვანის წეთ ისინი უბრალოდ არიან გონიერი ენერგიები
მაიკ, მაგალითად, მე გცემ შენ პატივს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ მე უნდა გაღმერთებდე. უბრალოდ ჩვენ გვაქვს კარგი ურთიერთობა. მაიკ სალა პასუხობს, რომ ურთიერთ კავშირები უნდა დამყარდეს ურთიერთ პატივისცემაზე და არა მაგალითად შიშზე ან რაღაც კიდე სხვა მიზეზით ზედმეტად პატივისცემდე ადამიანს რაღაცის გამო, ან შიშის გამო, ან კიდევ რაღაც მიზეზის გამო. არა. ეს ურთიერთ პატივისცემა უნდა იყოს იმ დონეზე, რომ არ ჩაგრავდეს რომელიმეს, ან არ ამცირებდეს. და არ უნდა იყოს დაკავშირებული რაღაც რელიგიურ მიმართულებებთან, ტრადიციებთან. იცი რა, ჯორჯ, ხალხს სჭირდებათ საბაბი იმისთვის, რომ რაღაცის რწმენა დაიწყონ. ამიტომ ისინი ეძებენ ან ტაძარს, ან მეჩეთს, ან სინაგოგას, ან კიდევ რაღაც, რომ დაიწყონ სიარული თავისი მოგონილი ღმერთის სახლში. და ერთ ჩვენიერ დღეს ისინი მიხვდებიან, რომ სათაყვანო საცემი არსება იმყოფება ფრაქტალური არსების შიგ. მთელ სამყაროში, ესე იგი ჩვენში. ჩვენ ვართ ყველანი ფრაქტალები და ყველა ჩვენთაგანში არის ჩვენი ღმერთი. ჩვენ ვართ ღმერთის იმ ღმერთის კი არა, რომლებიც გვიკიდია კედლებზე, არა. შექმნელი ღმერთის ნაწილაკები. ჩვენ ვართ თანახმერთები, თანაშემქმნელები. კიდევ მინდა გავიმეორო, ეს მე ადრეც მithქვავს ბევრ ვიდეოში. თუ შენ ქმნი, ქსოვ, ხატავ, ძერწავ, ავეჯს აკეთებ, სახლს აშენებ, ალამაზებ, ყვავილებს რგავ და ასე შემდეგ, რასაც შექმნი, შენ უკვე ღმერთი ხარ. ხო, შენ ხარ ღმერთი. პატარა ვსურად თანაშემქმნელი. შენი შექმნელის თანაშემქმნელი. სხვათა შორის შექმნელს ყოლია 10 დამხმარე, 10 ძმა, 10 დამხმარე. და ჯორჯ კავასილასი ამბობს, რომ ეს არის ზუსტად ის, რაც მე მაღესიანებსო ყველა ქრისტიანებშიო. მე ვიყავიო მონათული ბერძნულ ქრისტიანულ ეკლესიაში. მე ვსწავლობდიო საშუალო კათოლიკურ სკოლაში ბიჭებისთვის. და მე ვყვებოდიო ადრე, რომ ჩემი წინაპრები იყვნენო, ის იყო 1452 წელიდან 1437 წელი. ამ ორი ჩემი წინაპრებიდან, დიდი ბაბუებიდან ერთი იყო ოდელი ბერძნულ ეკლესიაში. ხო, ეს იყო 1337 წელი. ანახებ სურათს, ეს იყო ჩვენი წინაპარი ბაბუა. და როდესაც საქმე ეხებაო რელიგიას, ეს არის რომ იმპერიული თემა, იმპერიული თხრობის თემა. ჩვენ ვიცით, რომ კონსტანტინემ დაასაო ქრისტიანული რელიგია 300-იან წლებში ჩვენ ერამდე, ჩვენი ერამდე არა, ჩვენი ერის შემდეგ. ხო. ჩვენ ერაში. ხო, ჩვენ ერაში.
კი არ დაარსა, დააკანონა ქრისტიანული რელიგია, რადგან მანამდე არსებობდა ქრისტიანობა და თუ თქვენ ბიბლიას აღიქვამთ როგორც წმინდა წიგნად, თქვენ ხდებით ამ იმპერიული რელიგიის წევრი, ამ იმპერიული რელიგიური ორგანიზაციის წევრი. ქრისტიანობა თავიდან ხომ სექტა იყო, მერე დააკანონეს და მერე გახადეს ორგანიზაციად. ეს არარეალობაა. რეალობას წარმოადგენს ის, რომ თქვენ, როდესაც ქრისტიანული სწავლებები შედის თქვენ გულში, თქვენ სულში და ღვთაებრივი სამეფო არის ჩვენ შიგნითო, ყოველ თვეთაგანის გულში, სულში. და როდესაც ჩვენ ყვითავთ ჩვენ თავში, შევდივართ ჩვენ საკუთარ თავში, ჩვენ ვერთებით საერთო ველს, საერთო გონებრივ ველს. და ჩვენ ამდაგორად შეგვიძლიათ სიბრძნე და ცოდნები მივიღოთ თვით შექმნელისაგან. თქვენ არ იღებთო არანაირ ცოდნებსო ცალკეველისაგან. მე მინდა თქვენ დაგელაპარაკოთ დრონებზე, რომელსაც ეს ხედავენო ამერიკაში და ყველგან. ხო, ამ დრონებზე იყო საუბარი ახალ წლამდე და ეს თემა ახლაც გრძელდება, რადგან ეს დრონები დაფრენავენ ახლაც. მე მაქვს ერთი 2-3 ვიდეო გადაღებული დრონებზე. ელენა დანანი და ვიღაცების მონაწილეობით. მთავრობა და ჩინოვნიკები აკეთენო, ესე იგი, ისე იქცევიანო, თითქოს არაფერი იციანო. მაიქსალა ეკითხება, ეუბნება ჯორჯს, რომ მე ვიქცევ თქვენ პრეზენტაცია ჩაატარეთო და იქ ლაპარაკობდითო დრონების 4 მთავარ სახეობაზეო. ხომ არ გინდათო ჩვენს გითხრათო რამე ამის შესახებ. მას აქ დახატული თავში აი აქა, რაც ხა 4 ღრუბელივით, ეხი დრონის 4 ტიპი და ამბობს, რომ ჩვენ ყავსო ვარსკვლავური ოჯახი, რომელმაც თავი გამოავლინაო. ანახაო ხალხს, ნუ გამოჩნდაო რა. სინამდვილეში პირველი განცხადება იყო უფრო ადრე. ნებისმიერ შემთხვევაში მათ უნდათ შოუს მოწყობაო, თავის ჩვენებაო. მათ ეს უნდა გაეკეთებიათო ნამდვილ უცხო პლანეტელებს და მათ გააკეთესო განცხადება, რომ ამის გაკეთებას აპირებდნენო, გამოჩენას. გააკეთესო განცხადება, რომ აპირებდნენო გამოჩენას. ახლა მე თქვენ გაჩვენებთ ნახat. აი ეს სახათი ხომ ხედავთ? წარმოდგენა რო გქონდეთ. მასკი, ილონ მასკიც გაართხილესო. ბუნებრივი სამყარო არ ოპერირებს რიცხვებით და გეომეტრიით. ბუნებრივი ცხოვრება ისე არ შედგენილი, რომ მათემატიკურ შაბლონებს არ ექვემდებარება. ის მიმდინარეობს ბუნებრივი ევოლუციის მეშვეობით. ხო, ამ დრონებთან დაკავშირებით ელიტას უნდა გვანახოს, თუ როგორი ტექნოლოგია აქვს მათ განვითარებული და აგრეთვე ისინი წარადგენენ სატვირთო მარშრუტებს და რომლის გამოყენებას უბრალო ხალხს უგზავნენ. ელიტას უნდა გაამკაცროს წესები, უნდა მიგუჭყლიდოს ჩვენ. ახლა არ შეიძლება უბრალოდ შენი დრონი აუშვა და მაგალითად რომ გიდოდეს შენი სახლის ფოტოს გაკეთება ზევიდან, ნებართვა უნდა იყო. შემდეგ გამოჩნდნენ სამხედროელები უფრო განვითარებული შეიარაღებით. მათ უნდათ თავისი ტექნოლოგიის ჩვენება, მაგრამ ამ ბიჭებმა ელიტიდან თავისი სამუშაოები ჩაატარეს. და იყო მისიები, რომლებიც ელოდებოდნენ თავის დროს მონაწილეობის მისაღებად, რომ ისინი შემდეგ თანხმობა მიეღოთ მათგან ელიტისგან. ამ დრონების ესე იგი ფრენასთან ერთად, ამ საჩვენებითი დრონების ფრენასთან ერთად
ტარდებოდა ძალიან ბევრი მისია და ოპერაციები, იყო მისიები ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, იყო მისიები ტუნელური სისტემების გამოსაკვლევად და ამისთვის გამოიყენებოდა ყველაზე განვითარებული და წინწასული სამხედრო ტექნოლოგიები. არა ეგზოტიკური, არამედ ჩვეულებრივი დრონები, რომლებიც განვითარებული იყვნენ ამ საკითხში. კიდევ ერთი დონე ჩვენ გქონდათ ჩვეულებრივი დრონები და ისინი იყო ბევრი. როდესაც ჟურნალისტები ლაპარაკობენ დრონებზე, ისინი ფოკუსს აკეთებენ მხოლოდ ქვედა დრონებზე, უბრალოდ დრონებზე, რაც კი სხვა დრონებზე კი უფრო განვითარებულ, დატვირთულ, ესე იგი სხვა კონსტრუქციის მქონე განსხვავებულ დრონებზე არაფერს საუბრობდნენო. თქვენ ხშირად გესმით რეპტილოიდებზე და სხვა ჯგუფებზე, მაგალითად ნორდიკებზე და გესმით ამ ნორდიკებზე როგორ ლაპარაკობენ ცუდად, მაგრამ არიან კარგი ნორდიკებიც და სინთეტიკური ნორდიკებიც და ნატურალური ნორდიკებს შორის არიან უფრო კეთილგანწყობილები ვიდრე სინთეტიკური ნორდიკებს შორის. მე მინდა ვთქვა, რომ ევოლუცია იმ სახით, როგორც არსებობს, იყვნენ ინსექტოიდები, რადგან იმ დროს galaktikis ეკოსისტემის პირობები იყო ძალიან სასტიკი. როდესაც პირობები გახდა უფრო შერბილებული, მოხდა გადასვლა ეგზოსკელეტიდან ენდოსკელეტისკენ, ეგზო ჩონჩხისგან ენდო ჩონჩხისკენ. რეინკარნაციო ავატარებით იყვნენ დრაკონები, რადგან მათ ჯერ კიდევ ჰქონდათ მაგარი ქერქლიანი კანი. შემდეგ რეპტილიები გამოიყო დრაკონებს, ვეშაპებს, მომიტევეთ, რეპტილიების შემდეგ გამოიყო ვეშაპები არა, დედა შემეშალა, გველეშაპებს, მომიტევეთ, დრაკონების შემდეგ გამოიყო გველეშაპებს, ანუ დრაკონებს, რეპტილოიდების შემდეგ გამოიყო გველეშაპებს, ანუ დრაკონებს და შემდგომ უკვე ამ რეპტილიებისგან წარმოიშვა რაპტორები, რომლებიც განსხვავდებიან მაგადგან. როდესაც თქვენ უყურებთ არწივს, ძერას და საერთოდ ფრინველებს, თქვენ უყურებთ დრაკონს. დრაკონს კი არა, რეპტილია, დრაკო. ხო, დრაკონიელებს უძახიან კიდევ, მაგრამ ხო. ისინი არიან უფრო მოგვიანებითი საევოლუციო განშტოება, მაგრამ ისინი დრაკო არ არიან. და სხვა საევოლუციო ტოტზე, სადაც რეპტილიები წარმოიშვა დრაკონსგან, დრაკონებისგან არა. არ შეგიშალოთ, დრაკონსგან. უფრო დაემსგავსენ ძუძუმწოვრებს. და როდესაც მხეს ფრინველებს გაუჩნდათ ძუძუმწოვარა ფრინველების სიმპტომები, ბუმბულმა დაიწყო თამაში მნიშვნელოვანი როლის ამ ევოლუციაში. ეს ძალიან გრძელი ისტორია, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ უბრუნდებით პირველად სარეინკარნაციო სტრუქტურებს, რომლებიც იყო ეგზო ჩონჩხიანი. ესენი იყვნენ ინსექტოიდები. ინსექტოიდები არიან ყველაზე უძველესი სარეინკარნაციო სტრუქტურა ჩვენ galaktikul სამყაროში და საერთოდ მთელ კოსმოსში. როდესაც თქვენ თვალს ადევნებთ იმპერულ სტრუქტურას, რომელთან დაკავშირებულია ჩინეთი და სხვა ქვეყნები, ისინიც არიან ამაში ჩარეული. ეს ძალიან არასასიამოვნოა და საშინელებაა. მე რომ უყურებ სხვა ორგანიზაციებს, მათ აქვთ ისეთი ნაკვეთები, რაც მე სახის ნაკვეთები, რაც მე არ მომწონს. მაგალითად, ფედერაცია, პლეადების ლირის ფედერაცია და ანუნაკების წარმოშობა. საიდან მოვიდა ისინი? აი მე რაზე ვსაუბრობ. ჩვენ ბევრ ჯგუფთან გვაქვს კავშირი. მაგრამ არც იმას შედგება, რომ ჩინელები არიან დაკავშირებული
ინსექტოიდებთან, რომლებიც თუნდაც ხანდახან არიან კეთილგანწყობილები, მათ ჩვენ არ უყვარვართ და უნდათ ჩვენი გაკონტროლება და დომინირება ჩვენზე. ჩვენი და ჩვენ გვეყენებენ როგორც რესურს, ვიდრე სხვა ჯგუფები. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად იმასთან დაკავშირებით, თუ ჩინელები რას აკეთებენ ამ უპილოტო საფრენ აპარატებთან ერთად. რადგან ისინი იყენებენ ამ უპილოტო საფრენ აპარატებს პლანირებისთვის და დასაწყმელი წერტილების მოსაძებნად. მე უბრალოდ არ მინდაო, რომ კონფლიქტები ფედერაციებს შორისო, რაღაც პოლიტიკური დაჯგუფებების შორისო გამოიწვიოსო კონფლიქტი აქ დედამიწაზე. მე იმედი მაქვს, რომ აქამდე საქმე არ მივაო და მე მჯერაო, რომ კავშირი, რომელიც ხელშეკრულება, კავშირი, რომელიც დაიდო გალაქტიკური ფედერაციის და ტრამპის შორისო, შეაჩერებს ომს დედამიწაზე, რადგან მას ამ გალაქტიკური ფედერაციას ამის საშუალება აქვს, მაგრამ მაგათმა ზუსტად იციან თუ სხვები რას აკეთებენ. მაიკ სალა ეკითხება, თქვენ გონიათო, რომ ის უსაფრენი საპილოტო აპარატები, რომლებიც შემჩნეული არიანო სამხედრო ბაზებთან, ეკუთვნითო ჩინელებს? მაიკ სალა ამბობს, რომ სტივენ გრინმა თქვაო, რომ ეს უპილოტო საფრენი აპარატები ეკუთვნისო სიღრმისეულ სახელმწიფოს, კაბალას. მაგრამ ეს აპარატები აწყობილია ჩინეთშიო და გაშვებულიაო ჩინური წყალქვეშა ნავიდან. ჯორჯ კვასილიანი უქნევს თავს, ესე იგი უმოწმებს. რაც თქვა მაიკ სალამ იმას, თავის ქნევით ამოწმებს. ჯორჯ კვასილიანი პასუხობს, რომ მე არ ვიცი სიმართლე არის თუ არა, მაგრამ მე ამას არ გამოვრიცხავო. არ მინდაო ამის გამორიცხვა. მე მინდა ვთქვაო, რომ არა, იქ ბევრი რამე იყო ნათქვამი, მე გადავახვიე ცოტა, იმიტომ რომ ძალიან გრძელი ვიდეოა. თეთრი ქუდები გამოდიან მიწისქვეშეთიდან, ხომ? ამბობს ჯორჯ კვასილიანი. ბნელი ძალაცო გამოდისო მიწისქვეშეთიდან. ღიათო თუ დაიწყებენო მოქმედებას თეთრი ქუდები, ბნელი ძალები არ ჩამორჩებაო. გამოდის, რომ სიღრმისეულმა სახელმწიფომ თავისი სათამაშოები გვიჩვენა. თეთრი ქუდები აკვირდებიან სიღრმისეული სახელმწიფოს ტექნოლოგიებს. სიღრმისეული სიღრმისეულ მთავრობას ვერაფერს ვერ აკეთებს, მხოლოდ უყურებენ ამათ, საიდან გამოდიან და საით ჩადიან და ამაში ვერ გაერკვენ. იცით რა, ახლა მიდისო ინტეგრაცია თეთრი ქუდების და შავი ქუდებს შორის, რადგან ბევრი შავი ქუდებიდან გადავიდა თეთრი ქუდების ალიანსში. მოხდა უზარმაზარი ძრევა და ახლა მაგათმა იციან თუ რა ტექნოლოგიები სად არის განლაგებული. მაიკ სალა ჩაერთო ახლა და ამბობს, რომ თეთრ ქუდებს კი ეხმარება გალაქტიკური ფედერაცია. გალაქტიკური ფედერაცია უფრო აქტიურიაო. გალაქტიკური კონფედერაცია ეს არის უფრო სულიერი ორგანიზაცია, რომელიც წევსო მაღლა პლანეტარულ ცნობიერებას და თქვენ იცითო, რომ როდესაც იზრდებაო ტალღა, დიდდებაო ტალღა, ის წევსო ზევით ყველა ნავს. ჯორჯ კავასილასი ამბობს, რომ სინათლის კონფედერაცია ეს არის ნაბიჯი უკანო. მაგრამ მე გამიკვირდა ეს რო თქვა. გალაქტიკური ფედერაცია და ნორდიკული ჯგუფი პირადებიდან იყო არჩეული არაპოლიტიკური უპირატესობების გამო. ეს არის დიდი ისტორია. ახლა ხაზავს ჯორჯი და ამბობს, ჩვენ გვყავს ასკი და ყავს გალაქტიკური ფედერაცია, სამყაროების გალაქტიკური ფედერაცია. ჩვენ გვაქვს სამედიცინო და სამხედრო საწარმო კომპლექსები, თუმცა ისინი ურთიერთ დაკავშირებულები არიან. ის სამი ადმირალი, რომელიც ახსენა, მე ხა თქვენ ამ ნახატს ვერ გადაგეთ, რადგან იქ ინგლისურად წერია.
ის სამი ადმირალი, რომელიც ახსენა ჯორჯმა კვასილიანმა, ასკთან ერთად, ასკი კოსმოსური ორგანიზაცია და სამყაროების გალაქტიკური ფედერაცია. აქეთ ესე იგი ასკი ესე იგი აქ ერთხარეს არის ასკი აქეთ მეორე მხარეს დგას სამყაროების გალაქტიკური ფედერაცია ქვევით აქეთ სამედიცინო მრეწველობა აქეთ კი სამხედრო მრეწველობა, მაგრამ ეს სამედიცინო და სამხედრო მრეწველობა დაკავშირებული ერთმანეთთან. ახლა რა ხდება? ეს ასკი, კოსმოსური ასკი, ეს სამედიცინო სამხედრო მრეწველობა იმ სამ გენერალთან ერთად გალაქტიკური სინათლის გალაქტიკური ფედერაციასთან არ შეგეშალოთ, არის სამყაროების გალაქტიკური ფედერაცია, არის სინათლის გალაქტიკური ფედერაცია და ეს სინათლის გალაქტიკური ფედერაცია ამ მიწიერ ორგანიზაციებთან ერთად აწვევიან გალაქტიკური ფედერაციების სამყაროს, უბრალოდ მაპატიეთ სამყაროს გალაქტიკურ ფედერაციას. სინათლის გალაქტიკური ფედერაცია მიწიერ ამ ორგანიზაციებთან ერთად აწვევიან სამყაროების გალაქტიკურ ფედერაციას. ხო და ახვაო ბიჭები იმუშავებენო ამ სტრუქტურასთან, ესე იგი ქვედა სტრუქტურასთან, სადაც შედის ის კოსმოსური ასკი, სინათლის გალაქტიკური სამყარო და ეს სამედიცინო და სამხედრო მრეწველობის ორგანიზაციები, ისა უბრალოდ კომპლექსი და ახლა სამყაროების გალაქტიკური ფედერაციასთან არ იმუშავებენო, არამედ იმუშავებენო სინათლის გალაქტიკურ ფედერაციასთანო, რადგან ისინი უფრო კარგად გრძნობენო პლანეტარულ ცნობიერებას და პლანეტარულ კოლექტიურ ცნობიერებას და მათ უფრო გაუადვილდებათო პლანეტასთან მუშაობა და უფრო უადვილდებათო ადამიანური კოლექტიური სულთან ურთიერთობა. ადმირალებმა, ასამ ადმირალმა რაღაც ხილაკზე დაუჭირეს ხელი და ეს პროცესი ჩართეს. ინფორმაციის გახსნა უკვე დაიწყო და პედოფილები მალე იქნებიან გამოაშკარავებული ჩვენ პლანეტაზე და სამ ადმირალმა პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე და ეს სამივე ადმირალი არის ჩვენი ხალხი. ეს სამივე ადმირალი არიან ადამიანები დაბადებული დედამიწაზე და არ წარმოადგენენ ჰიბრიდებს. კაცობრიობა უნდა დაუბრუნდეს ნორდიკული რასის ბუნებას. ის ესე იგი როგორც თქვა ჯორჯმა, ნორდიკების არის ნორდიკების ხელოვნური რასა, რომლებიც შექმნა დრაკონელებმა, მათ ყავდათ რაღაც ნაწილი, რომლებიც გამოეყო მაგათ, რომლებაც გამოიძიეს კოსმოსში და შექმნეს ავატარები, ქერათმიანები, მწვანეთვალება და ლურჯთვალება, რომლებიც ანგელოზებს გავდათ და შექმნეს ასეთი ავატარები და დრაკონელებმა დაიწყეს მათში განსახიერება. ეს გააკეთა გამოყოფილმა დრაკონელების ჯგუფმა, რომლებაც შექმნა ეს და იმ პირველმა ჯგუფმა ჩათვალეს გულამრევად მათი თანამემამულეების ასეთი საქციელი.
ამან ესე იგი ამის გამო გაიყო ხელოვნურად შექმნილი ნორდიკების ხელოვნურად შექმნილი ნორდიკების რასა პიკო და ეხენტის სხეულები შეიქმნა ისინი წავიდნენ და გააგრძელეს თავისი განვითარება მათ შექმნეს ნორდიკული რასების სხვადასხვა დონე მათ თავში კი დგას ლორდი დრაკონი და ეს ნორდიკები არიან გაყოფილი კასტების მაგვარად ნორდიკები მუშები და ასე შემდეგ ნელა იწევა ზევით მე ხა თქვენ გიყვებითო galaktikურ ისტორიას რომ და შეიძლება ადამიანები ამ ისტორიის გამო ჩავარდნო ამ მონასწრის გამო ჩავარდნო შოკში ლორდი დრაკონი რომელიც მართავდა ამ ოპერაციას ხელმძღვანელობდა ამ ოპერაციას უბრალოდ თავი გაიტანა ამ თავისი იმპერიის შორის მაგრამ შემდეგ მაგათმა დაიწყეს სხვა არსებების შექმნა და ახლა ჩვენ საუბრობთ მრავალ დონიან სტრუქტურაზე და ეს ლორდი დრაკონი გახდა იმ ღმერთად რომელსაც თქვენ იცნოთ ბიბლიიდან და მე ვიციო რომ ეს საშინელებაო ზოგი ადამიანებისთვის ამის მოსმენაო მაგრამ თქვენ არ გესმით მე ჯერ არ მithქვას არაფერი ღმერთზე იესოზე და ასეთ რაღაცებზე იესო ქრისტე აფრთხილებდა ფარისევლებს აფრთხილებდა იესო აფრთხილებდა ყველას ფარისევლებზე და მათ ღვთაებებზე და ჯამში ჩვენ როგორები გავხდით რა დაემართა ყველა კარგ ქრისტიანებს დღევანდელი ქრისტიანები ცემენ თაყვანს ქრისტეს ვერსიას რომელიც მათ მისცენ ფარისევლებმა და თაყვანს ცემენ ფარისევლების ღვთაებას აი რა დაემართა ქრისტიანობას რადგან ისინი ჩამოშორდნენ ნამდვილ ჭეშმარიტ ქრისტეს და ჭეშმარიტ შემოქმედ გონებას ისინი ცემენ თაყვანს ქრისტეს სხვა ვერსიას ახლა მე მინდა დავამატო ორი სიტყვა ვინც ამას მოისმენთ არ გაბრაზდეთ ყველას აქვს უფლება თავისი აზრი თქვას მე ვიმიორებ იმას რაც ამბობს ჯორჯი მაგრამ მე მას ვეთანხმები ის ქრისტიანობა რომელიც იყო თავში ახლა არ არის ახლა ავიღოთ ხო ქრისტე ხომ ერთი იყო ხომ და არამედ ქრისტიანობა გაიყო ორად გაიყო კათოლიკურ ქრისტიანობად გაიყო მართლმადიდებულ ქრისტიანობა არის ბაპტისტური და განშტოებები კიდე იეჰოვას მოწმეები 50-ანელები ცალკე რაღაც კიდე ქრისტეს რამდენიმე კიდევ განშტოება სექტების არ მოიყვანოთ გული თქვენ გწამდეთ ის რა თქვენ გსურთ რაც თქვენ სიამოვნეთ სატანაც რო იწამოთ არავის არ აქვს უფლება თქვენ ამაში გაგსაჯოთ ეს გზა თქვენ თვითონ უნდა გაიაროთ მე გავიარო უკვე ეს გზა მე გამოვიდი ამ გზიდან რადგან ჩავთვალე რომ ეს ყველაფერი არ არის საჭირო იმისთვის რომ შექმნელთან ახლოს მიხვიდე არ ვაპირებ მე უკვე არც ერთი რელიგიის ღვთაების ცეთაყვანი მე ვიცი რომ არის ერთი შექმნელი მე იესოს ცემ პატივს ოღონდ იესოს კი არა ქრისტეს ქრისტე და იესო სხვადასხვა ქრისტეს ცემ დიდ პატივს მაგრამ თქვენ თვითონ დააკვირდით არის აფრიკანული ქრისტიანული განშტოება სადაც რეტროს თუ ჯაზს ეკავენ ღერიან ცეკვით არა მე არავის არ ყვინავ მე ვამბობ საერთოდ ხო ვატიკანი არის ცალკე სახელმწიფო პატარა სახელმწიფოში და მართავს გავლენა აქვს თელ დედამიწაზე ჩრდილოვან სახელმწიფოსთან კაბალასთან ერთად და ეს ყველაფერი არ ეხება მარტო ქრისტიანულ რელიგიას ეს ეხება ყველა რელიგიას რაც კი დედამიწაზე არსებობს იესო
ნამდვილი არა არ მინდა ვინმე გავაღიზიანო იესო არის როდესაც ცემ თაყვანს იესოს უბრალოდ როდესაც წამს იესო ქრისტეს შენ ის ყავს გულში შენ აკეთებ იმას რასაც ის აკეთებდა ხო მაგრამ შენ როდესაც ქრისტიანად მოგაქვს თავი მაგრამ ცემ თაყვანს უსვა იესოს რომელიც შენ გულში არ ყავს მეწუნეთ ეს რა თაყვანის ცემაა იესომ თქვაო რომ სამეფო არისო თქვენ გულში ზეციური სამეფო დევს თქვენ გულში განაგებულია თქვენ გულში და თქვენ რატო ცემთო თაყვანს იმას რაც თქვენ გულში არ არისო და როდესაც მოხდება შეცვლა მთელი სისტემისა რელიგიები მიატოვებენ უბრალოდ არ იქნება საჭიროება რელიგიებისა რომლებიც აქამდე იყო რადგან კაცობრიობა იმდენად შეიცვლის აზრს რომ თვითონ იტყვიან ვარს ამ რელიგიებზე მოხდება კაცობრიობის გადამზადება ცოდნის მოხდება კაცობრიობის კაცობრიობას მისცემენ საჭირო ცოდნებს და ადამიანი იმდენად გაცნობიერდება რომ ის მიუბრუნდება თავის ნამდვილ შემოქმედს მეწუნეთ მე ამ ვიდეოთი არ მინდოდა არავის გაღიზიანება ძალიან რთულია როდესაც შენ წამს რამესი თუნდაც ცდებოდე და ვინმე ცდილობს შენ აგიხსნას სიტუაცია ამიტომ ვამბობ ეს გზა თქვენ თვითონ ყოველმა თქვენთაგანმა უნდა გაიაროს არავის არ აქვს უფლება თქვენ წამდეთ რაც გინდა იმისი წამდეთ ეს თქვენი უფლებაა და თქვენი უფლებაა თქვენ აკეთოთ ის რაც თქვენ გსურთ მაგრამ ნუ გასჭით ხვებს იმის გამო რომ ვინმე თქვენ არ გეთანხმებათ ან მაგალითად შემიძლოთ მე იმის გამო რომ მე ამას ვამბობ ან ვიმეორებ არა მე ასე ვფიქრობ მართლა ამ რაც ეხება ამ თემას მე დიდი ხანია ასე ვფიქრობ მაგრამ მე პატივს ვცემ თქვენ არჩევას და თქვენც უნდა სცეთ პატივი ჩემ არჩევას ყველას გევლობ თქვენი გაგებით მე მხოლოდ კარგი მინდა ყველასთვის კარგით ამით გემშვიდობებით დროებით